ყიდისა, ნათლისღებისა გაამზადებულ აქვს. აგალობელ ყავს სახელობის თუ აღანი ქნა საქართველოსა და შესაძლებელი ინტეგრაცია და შესაძლებლობა საკუთრება შეთანხმებაში განსაკუთრებული ყოველი არის სომხური ყოლა Sabar gaquide deda. მეუფე დიმიტრის როს ვაკურთხევით ჩაეყარა საფუძველი საყოველთაო ნათლობას, რაც ყველას ძალიან გვახარებს. ასევე არის სასიხარულო ის, რომ ეს ხალხი, ვინც არიან მოსული, ბევრი არის განბანვის რიტუალისთვის მოსულები, რომლებიც მიიღებენ ასევე მონაწილეობას. ამ განბანვის რიტუალი, როგორც სხვა რიტუალები ზესტაფონში მოგეხსენებათ, იყო ჩამკვდარი, მაგრამ ტაბაკინის მამათა მონასტერმა ყოველთვის როცა მამა იაკობი აკურთხებდა წყალს, შემდეგ ყველას გვეუბნებოდა, რომ ჩავსულიყავით საყოველთაო განბანვა მიგვეყო და მამა იაკობის დამსახურება არის სწორედ ის, რომ ის მცირე მასშტაბით ხდებოდა ხოლმე ტაბაკინში და თავის გამოცდილება მამამ გაგვიზიარა და უკვე გადმოვიტანეთ და ეს უკვე დიდი მასშტაბით ხდებოდა, ძალიან გახარებულები ვართ. კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას ნათლობის წინვალე დღესასწაულს, განსაკუთრებით ახლად მონათლულებს, ჩადგენ ქრისტეს ჯარისკაცები გახდნენ და მადლობა ღმერთს, მადლობა მეუფე დიმიტრის და ყველა იმ სასულიერო პირს, ვინც აქტიურად ღებულობდა ამ რიტუალში მონაწილეობას. ყველას კიდევ ერთხელ ულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით მარგვეთისა და უბისის ეპარქიას. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლს მეულოცავ ნათლისღების წინვალე დღესასწაულს. მიულოცავ ასევე სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს დღევანდელი წინვალე დღესასწაულს. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე ასევე არის ღირსშესანიშნავი და უპრეცედენტო იმით, რომ ჩვენს ეპარქიაში ესეთი საყოველთაო ნათლობა არასოდეს არ ასრულებულა. მით უმეტეს მღვდელთავრის უშუალო მონაწილეობით დღეს ახალგანათლული როგორც ბატონმა მიხეილმა აღნიშნა, გახდნენ მეუფე დიმიტრის ნათლულები, უწმინდესის ნათლულების მსგავსად და დღეს დინარეზე ასრულებული უპრეცედენტო ნათლობის შემდეგ მოეწყობა საყოველთაო ნათლობა და საყოველთაო განბანვა დინარე იორდანეს მსგავსად, რასაც აღასრულებენ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ეპარქიაში მრავალკეთი ტრადიციას უკვე ეყრება საფუძველი, რაც მომავალში კიდე ინერციით გაგრძელდება კიდევ მეტი ორგანიზებულები ვიქნებით. მეუფე დიმიტრი კიდე მრავალ სიხარულს და სიუპრის გვირდება. პირველ რიგში მინდა მიულოცო ზესტაფონს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დიდი დღესასწაული, ნათლისღების დღესასწაული და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ მეუფეს, რომ ეს ამ დიდებულ ტრადიციას, განბანვის ტრადიციას ეყრება დღეს ზესტაფონში საფუძველი და იმედია, რომ ის ნათლისღების მადლი, რომელიც გადმოვიდა მდინარე იორდანეში იესო ქრისტეზე, გადმოვა სრულიად საქართველოზე, გადმოვა ყველა ზესტაფონელზე, გადმოვა ყველა ქართველზე და ეს დიდებული ტრადიცია გაგრძელდება დიდხანს და დიდხანს ზესტაფონში. ზესტაფონშია პირველი და მე მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე მთელ ზესტაფონელებს და ეს არის რაღაც განსაკუთრებული მადლი, რაღაც განსაკუთრებული ბედნიერება და მე უსურებ ყველა ზესტაფონელს, ყველა მართლმადიდებელს, აი ეს მადლი შეიგრძნოს. მე ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენ მეუფეს. მეუფის ჩამობრძანებით ფაქტიურად ჩვენმა რეულმა 100-ჯერ მეტი მადლი მიიღო, ვიდრე ქონდა და ულოცავ ყველას ამ ლამაზ დღესასწაულს. პირველ რიგში მოგილოცავთ ნათლისღების, ღვთისგანცხადების უწყინვალე დღესასწაულს. თქვენ თვითონაც ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოჩნდა სრული დღეს. როგორც ნათლობისა, ისე განბანვისა. მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მთელ საქართველოს ეს უწყინვალე დღესასწაული და უფალმა განწმინდოს და განბანოს ჩვენი ცოდველი. ერთმანეთს აგლოცო და გაგახაროთ სპორტ.